მოგესალმებით ფსიქოლოგიურ არხზე. დღეს გვექნება საინტერესო პროგნოზული გაშლა, რომელიც ემსახურება იმას, თუ რა გველოდება, ხო? რა თქმა უნდა, არავინ არ იცის ზუსტად ჩვენ რა გველოდება და ჩვენი გადასაწყვეტია რა ნაბიჯებს გადავდგამთ, რას მოვემოქმედებთ და ეს ყველაფერი ქმნის შემდეგ ჩვენს მომავალს, ბუნებრივია. მაგრამ, ხო, არის რაღაც მოვლენები, რაც უნდა მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში. ამ გზით მოხდება თუ იმ გზით, ამას უკვე რა თქმა უნდა ბუნებრივია ჩვენ ვწყვეტთ. და ეს კონკრეტული გაშლა ეძღვნება იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს თუ კაი, ახლა ვარ ამ ეტაპზე, მაგრამ რა იქნება შემდეგ? რა მოხდება ამ ახლო დღეებში, ხო? ასე რომ ეს გაშლა, ამ გაშლის სახელი, უпростоრად არის თუ რა მოხდება ამ მომდევნო დღეებში დიდი ალბათობით თქვენს ცხოვრებაში. ეს იქნება ესეთი მთავარი დასახელება ამ გაშლის და ბუნებრივია ამ თემის ირგვლივ ვიტრიალებთ და თვითონ ამ თემას განვიხილავთ დღევანდელ გაშლაში. ასე რომ ვისთვისაც აქტუალურია, თქვენთვის არის ეს გაშლა, თქვენ გეძღვნებათ იყოს ისე რომ ამ გაშლამ დაგეხმაროთ თქვენ მოგცეთ რაღაც მინიშნებები, რეკომენდაციები, რამაც შეიძლება რაღაც იდეები გაგიჩინოთ, ხო? ინფორმაცია მოდის სასიამოვნოდ, ნაკადულივით, ასე რომ ვთქვათ, ნაკადივით. თქვენი ენერგია რჩება თქვენთან, ჩემი ენერგია რჩება ჩემთან, ჩვენ უბრალოდ ვიღებთ ინფორმაციას. სამყაროს წყაროდან. ასე რომ, ხო, არ დავიწყეთ ასევე რომ ეს გაშლა არის საჯარო, ბუნებრივია, ბევრი გამომწერი მიწერს ხოლმე კომენტარებს, რომ ძალიან რეზონირებს ხანდახან ხოლმე და ესეც, რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელია. შესაძლებელია ნებისმიერ ვითარება, ისიც რომ რაღაც რეზონირდეს, შესაძლებელია რომ მთლიანად რეზონირდეს და ისიც შესაძლებელია რომ საერთოდ არ რეზონირდეს, რადგან ზოგადი და საჯარო გაშლა და არა ინდივიდუალური. დღეს გვექნება ორი პოზიცია. პირველი პოზიცია წითელი იასპი, როგორც მითხრეს იაშმა იასპი ქართულად, ხო? და მეორე პოზიცია თვის ბროლი. თან სიცოცხლის ყვავილის ილუსტრაციით Z, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა. კაც ჩვენ ჩაკრა გვაქვს. ხო, ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეგიძლიათ დააპაუზოთ და ისე გაკეთოთ თქვენი არჩევანი. ვისაც დიდი დრო არ სჭირდება, დავიწყოთ პირველი პოზიციით, ხო? ეს გადავდოთ აქეთ. აქ დავდოთ იმისათვის, რომ გავიგოთ თუ ამ ახლო დღეებში რა მოხდება დიდი ალბათობით პირველი პოზიციის ცხოვრებაში, დავიწყოთ იქედან თუ რა ხდება ახლა, რა ენერგიებში მყოფება ახლა პირველი პოზიცია, რაც ასევე იქნება ჩვენი სიგნიფიკაცია, ხო, რაც დაგვეხმარება უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაში და დაგვეხმარება იმაში, რომ ვიგრძნოთ, მივხვდეთ ჩვენი არის ეს პოზიცია თუ არა, ხო? პირველ პოზიციის ცხოვრებაში რა ხდება? რა ენერგიებში არის ახლა პირველი პოზიციის ცხოვრება? ხუთიანი პენტაკლი, შთაბეჭდილება ძირზე, ხო? შთაბეჭდილება მაქვს, რომ პირველი პოზიცია რაღაცნაირად მიიწევს წინ იმ შანსების მიმართულებით, ან მოცნებების მიმართულებით, ან სურვილების, არ ვიცი ხო ვისთვის რა, რასაც ელოდებოდით, ან რაც სასურველი იყო, რომ მომხდარიყო თქვენს ცხოვრებაში, რაღაც კრიზისული ეტაპი არის თქვენს ცხოვრებაში, რაც არ არის მარტივი, ხო? ძირზე ეს ენერგია და ვნახოთ ახლა მთლიანად, როგორ ენერგიებში მყოფ. ხუთიანი. მე ვიტყოდი, ახლა კიდევ დამემატეთ ინფორმაცია აქ. ოკეი. ესე იგი, მე ვიტყოდი აქ პირველი პოზიციის ცხოვრებაში რაღაცეები ისე არ მოხდა, როგორც უნდა პირველ პოზიციას. შესაძლოა აქ ადგილი ქონოდა გაცრუებულ იმედებს, ან ვინმეს მიმართ, ან რამის მიმართ, ან ელოდებოდით, რომ ეს ასე გამოვა და
ვერ მოხდა, ხო, ისე როგორც ელოდებოდით. ბევრნაირი სხვადასხვა რაკურსით შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი ფოკუსი აქ არის იმაზე, რომ ის, რაზეც ვუცნებობდი, ან ის, რაც მე მინდოდა, ისე არ მოხდა, რის გამოთაც მე თვით შეფასებაც კი შემერყა, რის გამოთაც მე შესაძლოა ვიგრძნი თავი ის, რომ მე რაღაც არ გამომივიდა, მე სადღაც რაღაც ვერ შევძელი, სხვა უფრო წარმატებულია ვიდრე მე და ასეთი განწყობები შესაძლოა წარმოქმნილიყო აი ამ ვითარებიდან, რაც აქ შეექმნა პირველ პოზიციას, ხო? შემიძლია დავასკვნა აქ, რომ აი ამის შედეგად პირველი პოზიცია ხო ცოტა ამის შედეგად პირველი პოზიცია აქ არ გადეხილა, იმიტომ რომ პირველი პოზიცია საკმაოდ ძლიერია, ამიტომ მიუხედავად ამ სირთულეებისა, პირველი პოზიცია მაინც ახლა დგება ფეხზე და აგრძელებს გზას, ხო? მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც აქ არ უნდა გადახდენილიყო თავს პირველ პოზიციას, ხო? მაინც პირველი პოზიცია დადგა ფეხზე და ცდილობს რომ გააგრძელოს გზა, რაც ძალიან დასაფასებელია და მეტყველებს პირველ პოზიციის სიძლიერეზე. ასე რომ, ხო, აქ იყო გარკვეული არა, იყო ძალიან ისეთი რთული მომენტები პირველი პოზიციის ცხოვრებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველი პოზიცია მაინც უშვებს იმ ხო, მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც ცდილობთ რომ წახვიდეთ წინ. თუმცა ვერ ვიტყვი რომ ეს მარტივია პირველი პოზიციისთვის, იმიტომ რომ აქ მყარად არის გამჯდარი რაღაც შიშები, შფოთვები, იქნება ეს ტრამვები თუ უნდობლობა თუ კიდევ რაღაც სხვა, ხო? მყარად არის თქვენში ეს ყველაფერი და ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ აი ჩამოიფერთხა პირველმა პოზიციამ ყველა სირთულე, ყველა ეს მძიმე ეპიზოდი და გაგრძელა გზა. რა თქმა უნდა, ასე მარტივად არ არის, აქ არის გარკვეული სირთულეები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც პირველი პოზიცია არ წყვეტს წინ სვლას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ახლა ბუნებრივია ყველამ თქვენ თვითონ დაუკავშირებთ იმ ვითარებებს, რაც ხდება ახლა თქვენს ცხოვრებაში, ხო? ვისთან როგორ არის კავშირში ეს ინფორმაციები, რაც მე გავაჟღერე, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. თუ რეზონირებს ეს ინფორმაცია თქვენთან, ბუნებრივია აგრძელებთ ამ პოზიციის მოსმენას. კარგი, ხო? ნახეთ ეს ყველაფერი. რა ენერგიებშიც იმყოფება ახლა აქ პირველი პოზიცია და ვნახოთ ახლა. ახლა რა ხდება პირველი პოზიციის ცხოვრებაში? აი, ახლა ამ ეტაპში რა ხდება პირველი პოზიციის ცხოვრებაში? რა ხდება? ისევ მივედით აქ. ანუ რა ხდება და სიახლეში კი უნდა პირველ პოზიციას წასვლა, როგორც უკვე ვთქვით, ხო? თითქოს და მზად არის პირველ პოზიცია აქ, რომ რაღაც ნაბიჯი გააკეთოს ახალი ჰორიზონტების მიმართულებით, იქნება ეს პირდაპირ მგზავრობა, სადმე წასვლა, წამოსვლა თუ არა პირდაპირ გზით, ხო? უბრალოდ რაღაც ახალი ჰობი ან ნაბიჯის გადადგმა რაღაც პროექტის რეალიზებაში, ან რაღაც სურვილების ასრულებაში, ხო? და ასე შემდეგ. მაგრამ აი ეს შიშები რო გვაქვს წავიღოთ, აი ეს კრიზისი გვაქვს შინაგანი, იქედან გამოწვეული, რაზეც მე აქ ვისაუბრე, ხო, მტკივნეული მომენტებიც გადაგხვდა, აი აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ჩვენში არის ეს სიმძიმე, ეს სირთულეები, რაც გვიშლის ხელს წინ სხვაში. კი, მინდა წინ წავიდე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რადგანამდე მინდა ეს, აი რაღაც ეს ხდება ახლა პირველ პოზიციის ცხოვრებაში. რის გამოთაც ბუნებრივია, ხო, ენერგეტიკულად, როდესაც ვართ ამ მსგავს ვითარებებში, ჩვენი ენერგია, ასე რომ ვთქვათ, იხუფება და გარემოდან წამოსული შესაძლებლობები, შემოთავაზებები ისე მარტივად არ მოდის ჩვენამდე, იმიტომ რომ ჩვენ მას ან ვერ ვიღებთ, ან ვერ ვამჩნევთ, ან არ ვენდობით და ბუნებრივია ვართ რაღაც ვუგსაუბრთ სავით. შესაძლოა იყოს სირთულეები არჩევანთან დაკავშირებით, რომ ავირჩიო ბოლო-ბოლო საკუთარი თავი, ავირჩიო ბოლო-ბოლო საკუთარი ბედნიერება. გავაკეთო არჩევანი გულით და არა შიშებზე დაფუძნებული არჩევანი გავაკეთო, ხო? აი ასეთი რაღაცეები არის აქ პირველ პოზიციის ცხოვრებაში. ეს არ არის მარტივი. მინდა ვთქვა, რომ
მსგავსი ინფორმაცია პრინციპში რასაც აქ ვისაუბრე, ხო? ისევ დაგვაბრუნეს თან აი ეს ხუთიანი ძალიან ხვდება აქ თვალში პირველ პოზიციასთან. ხუთიანი ზოგადად ესეთია კრიზისია, ხო? კრიზისი ცხოვრება. შეიძლება ეს იყოს შინაგანად ვიყოთ გამოფიტულები, ან გარედანაც ჩვენი ცხოვრება იყოს ასე, ან ბუნებრივი რაც უფრო ლოგიკურია, გარედანაც და შინაგანადაც, ხო? ესე იგი, პირველ პოზიციას ახლა უჭირს ახალ ეტაპზე გადასვლა. აბსოლუტურად პირველ პოზიციას უჭირს სიახლეებს შეხვდეს. იმის გამო, რაც გადახდა და თუ არა მეორე დამოვიდა უკვე ოღონდ სხვა დასტაში, ხო? იმის გამო, რაც გადაგხდათ, ან ამ ახლო წარსულში მოხდა ეს, ან უკვე დიდი ხნის უკან მოხდა ეს, ხო? რაღაც გარკვეული სირთულები, რაღაც ისეთი სიტუაციები, სადაც იყავით დამოკიდებულებებში, ვინმეს მიმართ რამის მიმართ, შიშების ფოთვები, არაობიექტურობა, ილუზიები, ცრუოცნებები, ხო, ნუ ეს ყველაფერი, ამ ყველაფრის გამო ეს გიშლით ხელს, ასე რომ ვთქვათ. კარგი, პრინციპში ერთია და იდოს აქ. რა იქნება აქ რჩევა პირველი პოზიციისთვის, როგორ მოიხსნას აი ეს ხუთიანის სირთულე პირველმა პოზიციამ, რომ გაიხსნას ენერგეტიკულად ამ ყველაფრის მიმართ. მიიღოთ ის გარემოდან წამოსული შესაძლებლობები მიიღოთ. აქ თვით განვითარება. უფრო შეგიძლიათ ჩართოთ უფრო მეტი სულიერი განვითარება. სულიერს გულისხმობ ის კი არა რომ რაღაც რელიგიური დოგმების მიხედვით, არამედ ის რომ დავუახლოვდეთ ჩვენ სულს. მედიტაციის მეშვეობით, საკუთარ თავთან მუშაობის მეშვეობით, იქნება ეს რაღაც თერაპიული, ხო, არტ თერაპია მაგალითად, შემოქმედებითების სახით, იქნება ეს ცეკვა, ხატვა, წერა, კითხვა, არ ვიცი, მედიტაცია ვისთვის როგორ ინდივიდუალურია. თუ რაღაც სხვადასხვა ფსიქოლოგიური ვებინარები, ტრენინგები, რაც გვეხმარება რომ შევუერთდეთ საკუთარ თავს, რაც იწვევს წონასწორობას საკუთარ თავთან და საკუთარ სულთან, რაც გვეხმარება რომ უფრო მეტად ღიები ვიყოთ გარემო სამყაროსთვის, უფრო მეტად გავეხსნათ გარემო სამყაროს და მივიღოთ გარემოდან წამოსული შანსები და ვეკონტაქტოთ საკუთარ თავს და გარემოს. ნუ პირველ რიგში აქ თავარი რჩევა რომ შევაჯამოთ ახლა ეს რჩევები, ხო? თავარი რჩევა, რაც დაგეხმარებათ, რომ გამოხვიდეთ ამ, ასე რომ ვთქვათ, აი ამ კრიზისულ მდგომარეობებიდან და სიტუაციებიდან, არის კავშირის აღდგენა და გამკვრევება საკუთარ მესთან. ეს ძალიან დაგეხმარებათ აქ. და შემდეგ უკვე წავა მუშაობა, შემდეგ უკვე წავა ცვლილებები, ხო? კარგი. გავიგეთ, ეს ამბები გავიგეთ. ახლა ასე გავაკეთებ ამას. ეს დავდოთ აქ. ეს ავწიოთ ასე, ადგილი მაქვს და რატო არ გამოვიყენო, ხო? ასე და ახლა დავიწყოთ უკვე მომავალზე გადავიდეთ. ოპტიმისტურ მომავალზე გადავიდეთ. კარგი, მაშინ ეს გითხარით, ხო? აი ამ ახლო 15 დღის განმავლობაში, ამ გაშლის მოსმენიდან და ყურებიდან, ამ ახლო 15 დღის განმავლობაში რა მნიშვნელოვანი მთავარი მოვლენები და ზოგადად რა მოხდება პირველი პოზიციის ცხოვრებაში. არა, ახლა ცუდად დავსმევით, ცუდად რა არასწორად. რა მოხდება პირველი პოზიციის ცხოვრებაში? აი ამ ახლო 15 დღის განმავლობაში ისეთი მთავარი გამოკვეთილი. აი ასე უფრო ჯობია. რა მოხდება, ხო? კაი, დედოფალის თვითონ პირველი პოზიცია, და პენტაკლების რაინდი. ვიღაც პიროვნება, კი, პიროვნება, ნუ აქ, კაი, ვიღაც პიროვნება ჩდება აქ პირველ პოზიციასთან. ესე იგი, აქ ვიღაც პიროვნება ჩდება თქვენთან და ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი პირველ რიგში, რაც აქ ამოგვიხდა ინფორმაციაში პირველ პოზიციასთან. ვიღაც ჩდება აქ პირველ პოზიციასთან და ეს მოხდება ახლო 15 დღის განმავლობაში და ეს იქნება ისეთი წამყვანი. კარგი, გავერკვეთ ახლა ჩვენ. ეს პენტაკლების რაინდი აქ ვინ არის? ეს არის ვიღაც თასების მეფე, ვიღაც ახალი,
თუ იცნობს პირველ პოზიციას. არა იცნობთ, ვიღაც პიროვნება, ვისაც იცნობთ, ეს პიროვნებაა თვითონ ცხრიან თასებში თუ ამ პიროვნების მიმართ. შესაძლოა ასე ვიტყვი, ეს პიროვნება თვითონ საკმაოდ ისეთია, საკუთარ თავზე ორიენტირებული, ხო? აი, თუ მიდის ახალში და თუ რამე ახალს აკეთებს ან დგამს რამე ნაბიჯს, ფიქრობს, მე რას მომიტანს ეს, ხო? აი, საკუთარ გრძნობებზე ფიქრობს, საკუთარ ემოციებზე, თუმცა საკმაოდ ინტუიციური პიროვნებაც არის, ხო? აი, მისი ინტუიცია მას კარნახობს რა ირჩევს და როგორ, მაგრამ ეგოიზმიც აქ იგრძნობა ამ პიროვნებაში, ასე რომ ვთქვათ. და კარგი, როგორი დამოკიდებულება აქვს პირველ პოზიციას ამ პიროვნებასთან დაკავშირებით? იმედგაცრუება არ არის, მაგრამ რო ემთხვევა შეხედულებები, არა, რაღაც შეხედულებები და ფასეულობები ამ პიროვნებასთან ცოტა მომენტში რაღაც ამცდარია თქვენთან. თუმცა არის აქ ისეთი მაინც იგრძნობა აქ ისეთი დამოკიდებულება ამ ადამიანის დაკავშირებით, მაინც ემოციები, ისეთი სიყვარული, სითბო, სულ მაინც გიხარიათ ამ ადამიანის გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში, ხო? კარგი, მოდით. მე ვფიქრობ, რომელი დასტა გამოვიყენე მასაც. კარგი. კიდევ მაჩვენეთ აი ამ პიროვნების მიმართ როგორი ემოციები აქვს პირველ პოზიციაზე. და დაკიდებული ადამიანი დუბლირება. მორჯერ, ხო? არა, აქ ამაზე არ არის. თქვენც გაქვთ მის მიმართ ემოციები, თასების დედოფალი, ხო? მე აქ არ ვიცი, ვის რა კონტექსტში აქვს, რომანტიულში თუ არ არის რომანტიული და არის მეგობრული, ხო? ახლო მეგობრული ურთიერთობა ან რაღაც ახლო მნიშვნელოვანი გულისთვის ახლო მნიშვნელოვანი ურთიერთობა თქვენთვის, ეს უკვე თქვენ გადაწყვეტეთ, მაგრამ პირველ პოზიციას ამ ადამიანის მიმართ აქ ძალიან სტაბილური და ისეთი მკვრივი ემოციები. თქვენ მის სახით მასში ხედავთ ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებას საკუთარი თავისთვის, ხო? უმრავლესობისთვის ეს არის მამაკაცი, იმიტომ რომ აქაც მამაკაცის სიგნიფიკაცია დაგვიჭდა, მაგრამ აქ არის ამ ემოციებში რაღაც აი როგორ თქვა, გაურკვეველი, ხო? გაურკვეველი, იმიტომ რომ ეს ემოციები მომენტში გაკონტროლებენ თქვენ, ან თქვენზე იღებს კონტროლს ეს ემოციები. ბევრი რაღაც ურთიერთგამომრიცხავი ემოციები შესაძლოა გქონდეთ კიდეც ამ ადამიანთან. კი, რა თქმა უნდა, გაქვთ ისეთი როგორ თქვა, სუფთა და სიღრმისეული გრძნობები ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ ამაში გარეულია გაურკვეველი გრძნობებიც, რომ აი ბოლო-ბოლო რა ქვია ამ გრძნობებს, ან რას მივუსადაგო, ხო? აი რაღაც ასეთი მომენტი არის აქ და ისიც რომ რაღაც არის აქ გაურკვევლობის მომენტი ემოციებთან დაკავშირებით, რომ აი ბოლო-ბოლო რას უგრძნობა ამ ადამიანის მიმართ. საბოლოო პასუხი რა არის ამ ადამიანის მიმართ, ჩემ მხრიდან გრძნობების კუთხით, ხო? კარგი, აქ ნამეტანი ჩავუღრმავდი ახლა მე ამ სიტუაციას და გადავიდეთ ახლა ჩვენს მთავარ თემასთან, ხო? ესე იგი, აქ მთავარი ამ 15 დღის განმავლობაში რაც ხდება, არის ამ ადამიანის გამოჩენა პირველ პოზიციაზე. გადახილი თავით, ხო? კი, არის ეს. რატომ არის ეს მოვლენა ასეთი მთავარი, რო გვიჩვენეთ აქ? რატომ? იმიტომ რომ აქ არის შანსი, რომ გადახილი გული მორჩეს. არის შანსი ის, რომ აი ასეთი მდგომარეობა ან ამ ადამიანთან, ან თქვენ გულში ამ ადამიანის მიმართ გამოსწორდეს. და რაღაც ახალი შანსი იყოს და გადაიჭრას აი ასეთი სიტუაცია ამ ადამიანის მიმართ თუ თვითონ პირველ პოზიციაში ამ ადამიანის მიმართ. ამ ადამიანის მიმართაც და თვითონ თქვენშიც უფრო მარტივად წავიდეს მუშაობა, რომ ამ სიტუაციამ აღარ დაგაყოვნოთ თქვენ, აღარ დაგტოვოთ რაღაც ბლოკებში და შიშებში, ხო? კარგი. რით მაინტერესებს ახლა მე, ესე იგი, ეს მნიშვნელოვანია და გვიჩვენეს, რით ჩდება ეს პიროვნება პირველ პოზიციასთან.
რით ჩდება. აქ აშკარად მესიჯი, ან ისეთი მოწერა, კონტაქტზე გამოსვლა თქვენთან და ჩდება რით, რომ რაღაც გაურკვევლობით თუ პირიქით, რომ აი ბევრი ვიფიქრე და აქ რაღაც ბევრი ვიფიქრე და რაღაც უფრო ეს სიტუაცია. ბოლო-ბოლო აქ გარკვეული თუ გაურკვეველი. არა, გარკვეულობით რა კუთხით, ემოციების კუთხით. და რა უნდა ამ პიროვნებას პროპოზიციიდან? ახალი შანსი, ახალი კომუნიკაცია, ახლებურად, განახლება. ესე იგი, თასების დედოფალი და თასების მეფე ამოხვედით. ახლა ამოხვევით ხმლების მეფე და ხმლების დედოფალი. ხო, ახალი შანსი, პენტაკლების მეფე, ხო, ახალი შანსი. და მოგვარება, დასრულება, ძველი წყენების, ხო, ერთმანეთის მიმართ თუ მიაყენეთ ერთმანეთს ზიანი ემოციური კუთხით, ხო, ან კიდე რაიმე სხვა კუთხით, რომ რაღაც ეს ითქვას, გაუშვათ და განახლდეს სიტუაცია, ხო? აი ამის სურვილი აქვს ამ ადამიანს, ხო? ეს სურს მას. კარგი. რჩევა ამ ადამიანთან დაკავშირებით პროპოზიცია საკრალი. პენტაკლების რა ინდი, აი, პრინციპში მიიღოთ დიპლომატურად, ხო? არ გაისტუმროთ ეგრევე და არ დაუწყოთ რაღაც ბლოკები და აგრესორული სიტუაციები, აგრესიული უფრო სწორად. შეგიძლიათ ჩვეულებრივ მიიღოთ და მოусმინოთ და შემდეგ უკვე მიიღოთ გადაწყვეტილება გინდათ თუ არ გინდათ, ხო? მაგრამ აქ მაქსიმალურად ისე არაკონფლიქტურად, შვიდად, თეთრი დროშით და რაღაც ასე. კარგი, კიდევ რა მოხდება აქ ამ დღეების 15 დღის განმავლობაში პირველ პოზიციის ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი კიდევ რა ხდება? ოკეი. შინაგანი ავსება, შინაგანი სიხარული და თქვენი შინაგანი კვერთხების დედოფალის გამოღვიძება. აქამდე თუ იყავით უენერგიოთ, უიდეოთ, ხო? იდეების გარეშე, რაღაც კრეატიულობის გარეშე, შემოქმედებითის გარეშე, ან არ გქონდათ აი შინაგანი ნაპერწკალი არ იყო და ის არ იყო, რასაც მოჰქონდა თქვენთვის სიხარული ავსება. აი ამის შეძენა, ამის გამოღვიძება. მე ვიტყოდი აქ თქვენ ამ 15 დღის განმავლობაში აი როგორ თქვა, ფენიქსის ეფექტი რო არის, ხო? აი ფენიქსი იწვება, ფერფლად იქცევა და შემდეგ აი ამ ფერფლიდან ხელახლა აღდგება და უფრო ძლიერია, უფრო ლამაზია, აი ასეთი რაღაც არის აქ. უფრო მიმზიდველები ხართ, უფრო ძლიერები ხართ, უფრო ავსებულები ხართ, ხო? აი შინაგანი სიხარული, შინაგანი ისეთი გამოღვიძება, სადაც ხართ დატენილები, სადაც მუხტი გაქვთ, სადაც მზად ხართ რაღაცები აკეთოთ, სადაც უფრო მეტად მიმზიდველად გრძნობთ თავს, უფრო მეტად მამაცად ხართ, უფრო მეტი შემოქმედებითობა გაქვთ, უფრო აი მზად ხართ დაიწყოთ ეს პროექტი, მაგალითად დიდი ხანია აზრად მიტრიალებს ეს იდეა და მოდი ერთი განვახორციელებ, ხო? აი მსგავსი რაღაცები. ეს გამოწვეულია ამ პიროვნების გამოჩენით. კი. თუ კიდე რამე სხვით. სხვა რამეც. ანუ ამ პიროვნების გამოჩენა ხო, გამოგიყვანთ მელანქოლიიდან, მაგრამ სხვა რამეთაც. გარემოდან თუ თვითონ შინაგანად პირობები. გარემოდან ვიღაც პენტაკლების მეფე. ის პენტაკლების რა ინდია, თუ კიდე ვიღაც სხვა. არა, მე ვფიქრობ, აი ამ პიროვნებით არის ეს გამოწვეული. ამ პიროვნების გამოჩენა გასაღებია პირველი პოზიციისთვის, რომ ასე იგრძნოს თავი? კი. ამ პიროვნების გამოჩენა არის თქვენთვის, აი როგორც გასაღები, ხო? ვიღაცასთან შესაძლოა გაგრძელდეს ამ პიროვნებასთან რაღაც ისტორია, ვიღაცამ შეიძლება დახუროს და მშვიდად კარგად და წარიმართოს, ხო? რაღაც ზედმეტი გაგრძელებების გარეშე, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ამ პიროვნების გამოჩენით თქვენ თითქოს და რაღაცას ხსნით საკუთარ თავში, რაღაც განიბლოკება თქვენში და თქვენ აღარ ხართ ისეთ მძიმე დათრგნულ ენერგიებში, როგორ შეცმ მაგალითად ახლა ხართ, ან ეს აიყავით. აი ეს არის ისეთი მთავარი თემა, რაც ამ 15 დღის განმავლობაში იქნება აქტუალური. ბუნებრივია, სხვა თემებიც შესაძლოა იყოს აქ, მაგრამ ტარომ ამოგვიგდო აი ეს. ამიტომ
იყოს ასე. კარგი, მოდით ვიკითხოთ ახლა ჩვენ რჩევა პირველ პოზიციისთვის. რჩევა გადმომივარდა კარგი. My aura is magnetic to golden opportunities. შენი აურა არის მაგნეტურად მიმზიდველი ოქროს შესაძლებლობებისთვის, ხო? ანუ ჩვენი აურა ბუნებრივი აქ პირველი პოზიცია იზიდავს იმას, რაც მას სურს. ამიტომ იმუშავეთ იმაზე, რომ თქვენი ფიქრები იყოს შესაბამისი, რომ მოიზიდოთ შესაფერისი რაღაცეები და ჩვენი აურა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ფიქრებთან, ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობასთან, ჩვენს სულიერ მდგომარეობასთან. ამიტომ ვიმუშაოთ იმაზე, რომ მოვიზიდოთ ის, რაც გვინდა და ის, რომ მოვიზიდოთ, რაც გვინდა, ჩვენს გონებაში და ჩვენს გულში უნდა იყოს ის, რისი მოზიდვაც ჩვენ გვსურს. ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ. ასე რომ, აქ პირველი პოზიცია ასრულებს ამ კრიზისულ სიტუაციებს და გადადის საერთოდ უფრო მეტად სასიამოვნო დატენილ ენერგიებში და ვუსურვებ პირველ პოზიციას, რომ ეს გაშლა მაქსიმალურად დადებითად წარიმართოს თქვენთვის, აუცილებლად დაწერეთ თქვენი უკავშირები, აი ამ ვითარებებთან დაკავშირებით და დანარჩენი უკვე უფრო მეტ ინფორმაციისთვის გელით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი, აუცილებლად გამოიწერეთ და ლაიქეთ ეს გაშლა, ვისაც მოგეწონათ, რეზონირებს. და ვისაც აქვს სურვილი რომ დაეხმაროს ჩემს არხს, შეუძლია გავწიოს სპონსორობა დონაციის სახით, გადმორიცხოს და ხა მითითებულ ანგარიშზე. აქაც არის ამ ვიდეოს ქვემოთ ეს და თვითონ არხის აღწერაშიც. მე მგონი არ დამავიწყდა, კიდე მინდა თუ რაღაცის თქმა და დამავიწყდა, მაგრამ ოკეი, კაი. ნუ ერთი სიტყვით ასეთ ვითარება პირველ პოზიციასთან, მადლობა პირველ პოზიციას და გისურვებთ წარმატებას ამაზე პირველ პოზიციის გაშლა. ვაცხადებთ დახურულს ამ გაშლას პირველ პოზიციისთვის, ხო? წარმატებები. მივესალმები, მეორე პოზიცია, ვინც აირჩია. და ვნახოთ ჯერ სიგნიფიკაცია მეორე პოზიციის, როგორი ენერგიებია ახლა თქვენს ცხოვრებაში. ის დაგეხმარებათ უფრო მეტად, რომ იგრძნოთ, რეზონირებს თუ არა ეს პოზიცია თქვენთან. დავიწყოთ აბა, რა ენერგიებში იმყოფება ახლა მეორე პოზიცია. მისი ცხოვრება უფრო სწორად, რა ენერგიებში იმყოფება. მისი ცხოვრება ახლა არის მეორე პოზიციის ცხოვრების ენერგიები, ასე რომ ვთქვათ, იმყოფება ახლა რაღაც აი დამდგარი, ერთი დატკეპნილი, კომფორტული ადგილიდან გამოსვლის. მაგრამ სად არ ვიცი. აი, რანაირი ვითარება იცით? რო ზივარ იქ, სადაც არის სიმშვიდე, კომფორტი, ჩემი რაღაცები მაქვს, შეიძლება ძალიან ბევრი არ გქონდეს, მაგრამ რაც მაქვს, მაგ მაყოფილებს და კომფორტულია. თუმცა არის რაღაცები, რაც მინდა მოვაგვარო, გადავჭრა, აღარ მომწონს, ან მომწყინდა რაღაცა, ხო? მაგრამ გაურკვეველია. რა გზით გავაკეთო ეს, სად წავიდე, ან რო გავაკეთო, როგორ, რანაირად და არის ბუნდოვანება. ბუნდოვანება მომავალთან დაკავშირებით. შიში მომავალთან დაკავშირებით, რომ იქნება რაც მე ახლა მაქვს დავკარგო. იქნება რაც მე ახლა გამაჩნია და ამაზე უარს თუ ვიტყვი, ან ამას თუ შევცვლი, კიდევ უფრო გაურკვევლობაში გადავიდე. და რაღაც არის შიში მომავალთან დაკავშირებით, არის შიში და უნდობლობა სამყაროს მიმართაც შესაძლოა იყოს, რომ აი ისეთი სახიფათო რაღაცები ხდება, რომ აი როგორ რანაირად იქნება ყველაფერი, ხო? აი რაღაც აი ასეთი ენერგიები არის ახლა მეორე პოზიციის ცხოვრებაში. კიდევ გვაჩვენეთ რა ენერგიები არის ახლა მეორე პოზიციის ცხოვრებაში, რა ხდება. ამავე დროულად აქ მეორე პოზიციის ცხოვრებაში არის ასევე სულიერი გამოღვიძების დროც. აქ ის მომენტები, რაც იყო გაურკვეველი თქვენთვის ან დაფარული, ეს ყველაფერი ტივტივდება ზემოთ. შესაძლოა ეს იყო ვიღაცასთან დაკავშირებით ინფორმაციები. ვიღაცისთვის ეს იყო უბრალოდ საკუთარ თავთან დაკავშირებით, ხო? რაღაც ემოციები, განცდები, გრძნობები, რაცაც თვალებს ხუჭავდით, ან რასაც ვერ უსწორებდით თვალს, ან ის გრძნობები და ემოციები, რაც გვეგონა, რომ არ გქონდა, აღმოჩნდა, რომ თურმე აქ არის და თურმე ასეთი ნაირია, ხო? ანუ ბევრი სხვადასხვა რაკურსით შეგვიძლია ეს გავიგოთ.
ვიღაცასთან ეს ურთიერთობასთან დაკავშირებით და ვინმე ადამიანთან დაკავშირებული გარკვევა საკუთარი ემოციების ან გამორკვევა სიტუაციის და ვიღაცებისთვის თვითონ საკუთარ თავთან, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად სულიერად გავიღვიძე ან სულიერად გამოღვიძების გზაზე დავდექი და შესაბამისად უფრო სხვანაირად შევიგრძენი საკუთარი თავი, სამყარო ჩემს ირგვლივ, რაღაცები, რაღაც გამინათთა, ხო, რაღაც სხვანაირად შევაფასე, რაღაცა მოვლენები. და სხვათა შორის მთვარე აქ ძალიან ისე ხვდება თვალებში, ანუ მთვარის ენერგია, დაფარულის დანახვა და დაფარულის შეგრძნება. და დანახვა შეიძლება აქ იყოს ვიღაცისთვის ბუკვალურად, რაღაც ფაქტების ამოტივტივება და პირდაპირ სიმართლეზე თვალის გასწორება და ვიღაცისთვის კიდე ინტუიციურად შეხედვა, ინტუიციურად შეგრძნება, სიმბოლოები მესამე მეთქი მეორე პოზიციასთან ასევე ამ ეტაპზე შესაძლოა ხშირი იყოს რაღაც ისეთი სიზმრები, წინათგრძნობები, ინტუიცია განსაკუთრებით გამწვავებული იყოს აქ მეორე პოზიციასთან და უფრო მეტი ინფორმაციები მოდიოდეს თქვენთან, მაგრამ არის შიში და უნდობლობა აი ამ ყველაფრის მიმართ, რომ აი ვენდო, წავიდე ამ გზით, ვენდო ჩემს გრძნობებს, ვენდო ჩემს ემოციებს, მაგრამ ამავდროულად უდიდესი სულიერი გამოღვიძება მიმდინარეობს აქ მეორე პოზიციასთან, რაც ძალიან მოსაუცი ამბავია. თუ რეზონირებს ეს ყველაფერი ჩემს მიერ ნათქვამი მომენტები თქვენთვის, უსმენთ, აგრძელებთ მოსმენას. კარგი, ეს ვნახეთ. ახლა ვნახოთ ამ 15 დღის განმავლობაში ხო, რა მოხდება დიდი ალბათობით მეორე პოზიციის ცხოვრებაში. ისეთი, რა თქმა უნდა, აქ გვეჩვენებენ ისეთ მნიშვნელოვან მომენტებს. რა, ხო? ენერგიულად ვნახოთ ჯერ და შემდეგ უკვე ენერგიულად. აქ საკუთარი თავის მიღება თუ არა ხო, ესე იგი აქ არის საკუთარ თავის მიღება, მიღება იმდენად არა, რამდენადაც საკუთარი შეცდომების, განვლილი ისტორიების ამ ყველაფერზე სწავლა და უკან გაშვება. ან შეიძლება იყოს ის, რომ უკვე არსებული გამოცდილების გამოყენება. იმისათვის, რომ რაღაც იმოქმედოთ. აქ ის შესაძლებელია, რომ უკვე არსებული გამოცდილების, რაც ცხრიანებში გადის, ბევრი ცხრიანი გვაქვს აქ, უკვე არსებული გამოცდილების, რაც არ არის მარტივი, შესაძლოა ახლაც კი იყოთ ამ მძიმე ვითარებებში, ხო? რაღაც იზოლირებულები, საკუთარ თავთან ჩაკეტილები, საკუთარ ფიქრებში ჩაკეტილები, შეცდომებზე ფიქრი, რაც თვით შეფასებაზეც ურტყამს პირდაპირ, ჩვენს ეგოზეც ურტყამს, ხო, არ ვართ დარწმუნებულები და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფრის გამოყენება დადებითი კუთხით, რომ აი რაღაცაში ჩავდო ეს ყველაფერი და გამოვიყენო, ხო? აი მსგავსი ენერგიები შემოდის აქ. რამდენად გამოიყენებთ, ახლა ბუნებრივია ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ უფრო მკვრივი მტკიცე ენერგიები, სადაც გაქვთ შესაძლებლობა უფრო სტაბილურად დადგეთ ფეხზე, უფრო გაიშალოთ მხრებში და უფრო, როგორ თქვა, აი კმაყოფილები გახდეთ საკუთარი თავით. და იამაყოთ რაღაც მომენტში, ხო? დადებითი კუთხით გულისხმობ, რა თქმა უნდა. კარგი, პენტაკლების დედოფალიც გადმომიბრუნდა, ხო? მიიღოთ საკუთარი თავი. და პირიქით, ხო? შინაგანად გარეგნულადაც გავამაზდეთ კიდევ უფრო მეტად. კარგი, კიდევ რა მოხდება ამ 15 დღის განმავლობაში უკვე პრაქტიკულ დონეზე მეორე პოზიციის ცხოვრებაში, დიდი ალბათობით, ხო? მე აქაც ვიღაც რა გავაკეთო, ანუ ეს არ არის სასიყვარულო გაშლა, მაგრამ მაინც რაღაც მოხდა აქაც პირველი პოზიციის მსგავსად ვიღაც პიროვნება. King of Cups, თასების მეფეს პიროვნება, დაკიდებული ადამიანი, ვიღაც ისეთი, ვისთანაც დაკიდებული სიტუაცია გაქვთ, გაურკვეველი სიტუაცია აქვს მეორე პოზიციას ამ ვიღაც პიროვნებასთან. მაგრამ
კი, წარსულიდან მოდის ეს პიროვნება თქვენს ცხოვრებაში. წარსულიდან მოდის, ცოტა ისეთი ნათქვამია. წარსულიდან კი არ მოდის, არამედ ამ ადამიანთან გაკავშირებთ რაღაც წარსულიდან. ან გააქვთ ისტორიები ერთი სიტყვით, რაღაცები გადაგხდათ უკვე ამ ადამიანთან ერთად და ეს არის მარტივი და მაინც საბოლოო წერტილი ამ ადამიანთან არ არის არ არის საბოლოო წერტილი ამ ადამიანთან დასმული. ვიღაცები შესაძლოა კიდევ ინარჩუნებდნენ კიდეც ამ პიროვნებასთან კომუნიკაციას. ვიღაცები არ ინარჩუნებენ კომუნიკაციას, მაგრამ ეს ადამიანი მაინც ფიგურირებს თქვენს ცხოვრებაში. არა ფიზიკურად, შეიძლება თქვენს გონებაში ხშირად იჯდეს, ან თქვენს გულში ჯერ კიდევ. მაგრამ არის აქ ამ პიროვნების გამოჩენა მეორე პოზიციის ცხოვრებაში. რით ჩდება ეს პიროვნება ახლებურად ჩდება თქვენს მიმართ, რომ კვერთხების დედო როგორ ვკითხო ახლა სწორად როგორ დავსვა ეს კითხვა. კვერთხების დედოფალთან ჩდება თუ კვერთხების დედოფალის სიტუაციისთვის. ესე იგი ჩდება თქვენთან რომ შენ ასეთი თურმე ასეთი წარმატებული გახდი და სხვათა შორის აქ მინდა გავუსვა ხაზი ამას დუბლირება ცხრიანი პენტაკლების რომ ამ 15 დღის განმავლობაში რომ გითხარით რომ გამოყენება საკუთარი გამოცდილების და კიდევ უფრო რაღაცაში ჩადება ამის ხო ამას ეს ადამიანი ან ისე დაინახავს ხო მაგალითად თუ ერთად მუშაობთ ან გაქვთ რაღაც კავშირი ერთმანეთთან სამსახურის კუთხით ან რაღაც ცოცხლებში სადღაც რაღაცეებს დეებთ ხო ან უბრალოდ ენერგეტიკულ კუთხით იგრძნობს დაინახავს თუ ფიზიკურად აქვს ამის შესაძლებლობა და თუ არა მაშინ ენერგეტიკული კუთხით იგრძნობს რომ ამას უკვე ასეთ ენერგიებში იმყოფება და მოდი მეც გამორჩდები ხო ხშირად ასეც ხდება როდესაც ჩვენ რაღაც გვაქვს ისეთი ეტაპი რომ გადავიფურჩქნებით რაღაც უფრო მეტად წარმატებას ვაღწევთ ეგრევე ჩდებიან ასეთი პიროვნებები ჩვენი უკვე ან წინა ურთიერთობებიდან ან ზოგადად ის ადამიანები ვისთანაც გავწყვიტეთ კავშირი ან ისეთი აქტუალური მათთან კომუნიკაცია აღარ არის და ბუმ ეგრევე ჩდება ასეთი პიროვნება ესეც ასე ჩდება თქვენთან ახლებურად განახლებულად რომ შენ თურმე ასე შეიცვალე რაღაც ასეთ ენერგიებში გადახვედი ასეთი მომხიბვლელი ხარ უფრო მეტად ჩემთვის ესეთი თავისუფალი დამოუკიდებელი ძლიერი და ამავდროულად სექსუალური და მე მინდა რომ შენთან ვიკონტაქტო და სამართლიანობის კუთხით და სხვათა შორის იმითიც ჩდება ფლირტის პოზიციაც აქ არის რომ რაღაცა ფლირტის ელემენტებიც არის ამ სიტუაციაში მის გამოჩენაში კარგი და სამართლიანობის კუთხით ეს რით ჩდება ასეთი სამართლიანობით რომ ჩვენ მოდი ერთად რაღაც სამართლიანად რაღაც ვიყოთ ერთმანეთთან თუ პირიქით უსამართლობით. არა სამართლიანად აქ არ არის უსამართლობის ასპექტი, აქ და ნახეთ, აქაც ორი, ესე იგი, მოდი ჩვენ რაღაც გადავწყვიტოთ. აქ ასევე შემოთავაზები ქურუმი კანი, კი, შემოთავაზებითაც შესაძლოა გამოჩნდეს ეს ადამიანი თქვენთან. სადაც უკვე თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, ხო, ბუნებრივად გინდათ, არ გინდათ, მიიღებთ, არ მიიღებთ, ხო? ესე იგი, აქ შევაჯამოთ ახლა ეს ისტორია თქვენთან ამ 15 დღის განმავლობაში ჩდება ვიღაც პიროვნება, ვინც თქვენით აღთოვანებულია და ვინც რაღაცას აქ გთავაზობთ. ეს სასიხარულოა მეორე თქვენ უფრო მეტად იტენებით აქ, უფრო მეტი შემართება გემატებათ, უფრო მეტად ჟარგონულად რო ვთქვათ, იხოდებით და ეს მომენტი ძალიან გეხმარებათ, როგორც პიროვნულად, ისე ამ ადამიანთანაც, რაღაც უფრო მეტად გტენით. გსიამოვნებთ ერთ სიტყვით ამ პიროვნების გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში ეს მეზობლები ვერ გავაჩერე. ახლა საუბრებია, ფანჯარა დავკეტე და მაინც შემოდის ხმები. ხო კარგი, ეს რას გრძნობს ესე იგი ამ თასების მეფეს იცნობს აქ. არა, იცნობთ. ეს არ არის ვინმე ახალი. ისედაც ვიცოდი ეს რატო ვიკითხე ახლა არ ვიცი. კარგი. ნუ. რას ურჩევთ მაშინ ამ თასების მეფესთან დაკავშირებით მეორე პოზიციას? ეს ურჩევთ რომ ახლებურად მიუდგეს ამ სიტუაციას თუ ხო, აქ უკვე თვითონ მეორე პოზიციის გადასაწყვეტია, ბოდიშით მომეწია დაპაუზება. ხო, ესე იგი, აქ თვითონ მეორე პოზიციის გადასაწყვეტია, როგორ იმოქმედებს, ასე რომ შეგიძლიათ ეს სიტუაციები დატოვოთ წარსულში, შეგიძლიათ ახლებურად გააგრძელოთ. ეს აბსოლუტურად
მეორე პოზიციის გადასაწყვეტია. კარგი. ეს ვნახეთ. ახლა გადავიდეთ კიდე, ხო? კიდე რა ხდება ამ 15 დღის განმავლობაში მეორე პოზიციის ცხოვრებაში. აი ეს 4-იანი პენტაკლები რაც აქ თავში ამოვიდა, აი აქ გაშვება რაღაც ამ გაურკვეველი სიტუაციის, ხო, აი აქ მეორე პოზიციას რაშიც ახლა იმყოფებით, რა ენერგიებშიც იმყოფებით ახლა და რა სიტუაციებიც ახლა არის თქვენ ცხოვრებაში და გულისხმობ ისეთ სიტუაციებს, მაგალითად, რაც გინდათ რომ დატოვოთ, რაც გინდათ რომ აი всё, გავუშვათ ეს სიტუაციები, ან გამოხვიდეთ ამ სიტუაციებიდან, ხო? ვისთვის რა, კიდევ ერთხელ მოარგეთ თქვენს ვითარებას, რაც ხდება თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ აი ის მძიმე ვითარებები, რაც არის აქ მეორე პოზიციის ცხოვრებაში, რაც მეორე პოზიციას უნდა რომ აი დროზე რაღაც ჩამოვიდო ზურგს უკან, აი ამ სიტუაციების საბოლოოდ ამ სიტუაციებიდან გამოსვლა. აი ეს არის აქ. რაღაც იმ ვითარებებიდან გამოსვლა, რაც თქვენთვის ან დამღლელი იყო, ან არასასურველი იყო, ან მოსაწყენი იყო, ან პრობლემატური იყო რაღაცები, ხო? ამიდან გამოსვლა. ესე იგი უკან ჩამოტოვება რაღაც, ხო, დამსხვრევა საერთოდ იმ სიტუაციების, რაც აღარ გჭირდებათ და ხელს გიშლის წინსვლაში. აქ თვითონ მეორე პოზიცია გამოდის თუ გარემო უწყობს ხელს. თვითონ თქვენ იღებთ, ასე რომ ვთქვათ, იღებთ სიტუაციას კონტროლში და თვითონ თქვენ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, რომ რა არ მინდა ეს რაღაც სიტუაცია, დამღალა ამ რაღაცა. აი აქ არის რაღაც მძიმე სიტუაციის მეორე პოზიციისთვის, რაც არის მძიმე, ამის უკან დატოვება 7-იანი, ხო? რაღაც გეგმებია, რაღაც გეგმა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ვიმოქმედო ან რა ვირჩიო, ხო? და ამის გადაწყვეტილების მიღება ამასთან დაკავშირებით. ესე იგი აქ უფრო ქმედებაზია თუ გეგმაზია? უფრო გეგმაზია. მაგრამ ეს გეგმა არის ისეთი, რასაც შემდეგ პირდაპირ ქმედება მოყვება. ესე იგი აქ გეგმა თუ როგორ გავაკეთო, როგორ დავაღწიო თავი რაღაც სიტუაციას, იდეის დონეზე, გეგმის დონეზე და შემდეგ უკვე მოყვება განხორციელება, რა თქმა უნდა. ხო, კარგი, კიდევ მოვიხილოთ, კიდევ რა მოხდება აქ 15 დღის განმავლობაში მეორე პოზიციის ცხოვრებაში კიდევ. ოკეი. ეს კვერთხების რაინდის სიტუაცია, მამაკაცია, თუ უბრალოდ რაღაც ისეთი სიტუაცია. 5. მაინც თუ რაღაც ისეთი სიტუაცია. სიტუაცია, რასთან დაკავშირებით? რაღაცის გადაჭრასთან, მოგვარებასთან დაკავშირებით, რაღაც სიტუაცია, რაც ძალიან გაგეხარდებათ და გაგეხარდებათ იმიტომ, რომ აქ რაღაც მოგეხსნებათ, რაღაც, აი, როგორ თქვა, ტვირთვივით გეხსნებათ რაღაც სიმძიმე აქ მეორე პოზიციას, რაც შესაძლოა დიდხანს უნდოდა მეორე პოზიციას, რომ აი ეს სიტუაცია დამცრალიყო რაღაც ადგილიდან, რაღაც ქმედება ყოფილიყო, რაღაც ცვლილება ყოფილიყო, ვერ ხერხდებოდა ან არ ხერხდებოდა და ახლა აქ ხდება რაღაც ისეთი, რაც იწვევს ცვლილებას და ამ ცვლილებას მოყვება ძალიან დიდი სიხარული, რომ ეს მოხდა. მაინც რას უკავშირდება ეს, რას? ახალს გარკვევას, რაღაცის გარკვევას და აქ ჩვენ ვნახეთ, რაც იქნებოდა, ისევ დუბლირება არ არის. რაღაცის გარკვევას და სიტუაციის დალაგებას და ზომიერებას. აი რაღაც სიტუაციიდან გამოსვლას, რაც თქვენ ძალიან გინდათ, რომ რაღაც სიტუაციიდან იპოვოთ გამოსავალი ან გამოხვიდეთ და შემდეგ უკვე უფრო მეტად დასტაბილურდეს სიტუაცია და თქვენში იყოს ზომიერება, რომ არ ღელავდეთ და არ ნერვიულობდეთ, ხო? რაღაც ეს არის. აქ აღარ ჩაულციხმისეულოთ, აქ უკვე თქვენ თვითონაც იგრძნობთ რა არის ეს, ხო? მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ის რაღაც, რაშიც ახლა იმყოფება მეორე პოზიცია და უნდა აქედან გამოსვლოთ, აქედან აუცილებლად გამოხვალთ, იმიტომ რომ აქ არის მზე და თქვენ მიდიხართ მზის მიმართულებით და ეს ღრუბლები რჩება უკვე უკან. კარგი, ვნახოთ რჩევა.
აქ მეორე პოზიციისთვის, ხო, ზოგადად რჩევა მეორე პოზიციისთვის. იგივე რჩევა ამოვიდა, რაც პირველ პოზიციასთან, ჩემი აურა არის მაგნეტური ოქროს შესაძლებლობებისთვის, ხო? ანუ თქვენი აურა იზიდავს იმ ყველაფერს, რაც ფიქრობთ, ან რაც არის თქვენში, ხო? ასე რომ იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ მოიზიდოთ ის, რაც გინდათ, რომ მოიზიდოთ. ყველაფერი ჩვენიდან იწყება. ჩვენ პატარა აზრსაც უკვე ენერგია გააჩნია და უკვე იზიდავს იმ ყველაფერს, რაზეც ვფიქრობთ. ამიტომ გავუშვით დადებითი ფლუიდები სამყაროს მიმართ, რომ მოიზიდოთ შესაბამისი რაღაცეები. საკმაოდ მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ რაღაცეებში წააგავდა, ანუ რაღაცეში წააგავდა პირველ პოზიციას. ესე რომ შეგიძლიათ პირველ პოზიციას ნახოთ, იმიტომ რომ შეიძლება ეს ორივე პოზიცია რაღაც ისეთი უფრო სრული იყოს თქვენთვის, რომ მოусმენთ. ასე რომ, ხო, შეიძლება პირველ პოზიციასთანაც იყოს რაღაც ბმა და კავშირი თქვენთვის. შესაძლოა არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქაც იყო ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციები და არის რაღაც საერთო პირველ პოზიციასთან რჩევითაც კი. გისურვებთ, რომ ეს გაშლა თქვენთვის დადებითად წარიმართოს, დადებითად თქვენთვის, თქვენი ცხოვრებისთვის გამოგეყენებინოთ ეს ინფორმაცია. ამაზე ჩვენი გაშლა დასრულებული. ვისაც გაშლა მოეწონა აუცილებლად დავაიქეთ ეს ვიდეო, დატოვეთ თქვენი უკავშირი, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, ინფორმაცია არხის სპონსორობასთან დაკავშირებით და თუ როგორ დამეკონტაქტოთ, ყველაფერი ეს არის ამ ვიდეოს აღწერაში. წარმატებებს გისურვებთ და დროებით.